დიდი მადლობა. რუბრიკაში ვინ არის გორგასლის ქუჩა ნომერ 24-ში მდებარე დაწესებულების უფროსი გოგონა? სტუმრად მოვიწვიეთ იუსტიციის მინისტრი თეა ტულუკიანი. ასეთი აპლოდისმენტები დაიმსახურეთ და ასეთი პოპულარობით სარგებლობთ ჩვენ მაყურებელში. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. რასაც მე გილოცავთ. მადლობა. გილოცავთ. კარგი, დაგხვდათ გარემონტებული შენობა, ხო, თქვენ? სამინისტროს. აქ. ხო, აი აქ უკვე ერთი დაახლოებით 6 თვე ასეთი რემონტი გვაქვს, მაგრამ იქ გარემონტებული შენობა. კიდე რა შეგიძლიათ თქვათ კარგი ნაციონალურ მოძრაობას? გარემონტებული შენობა დავხვდა, მაგრამ შუშები არ აქვს. შუშები? ფანჯრები არ არის და ვერ სუნთქავთ. გარდა ამისა, ბევრი დადებით. ფანჯარა არ არის? მინისტრის კაბინეტის და მოადგილეების კაბინეტების გარდა არ არის ფანჯრები. რა საჭიროა ხა ყველა ფანჯარა? რა საჭიროა? თავი მინისტრის კონდეს ფანჯარა. ვაყენებთ ფანჯრებს, დავიწყეთ მძღოლებიდან და დავამთავრებთ აუთ მოადგილეებამ. მძღოლებს მანქანაში არ აქვს ფანჯრები? არა, ოთახებში არ აქვს ფანჯრები. რაც შეეხება დადებს, ბევრი დადებით შემიძლია. დიახ, ჩამოთვალეთ, ძალიან მაინტერესებს. რამდენი გინდათ? ნუ, 3. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უყვარს ადამიანები, ოღონდ ციხეში. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უხდება ოპოზიციის როლი. ძალიან მომწონს მოძრაობას. ეს ყოველს არ შეუძლია, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვიყავით ოპოზიციაში, ასეთი ოპოზიცია ვერ ვიყავით. მე მომწონს ნაციონალები ოპოზიციაში. ანუ მართლა ძლიერი ოპოზიცია. კარგი ოპოზიცია. ეს მათთვის ზედგამოჭრილი როლია და მე ძალიან მომწონს. კარგი, თემას ნუ გადავუხოთ. მესამე. მესამე არის. მათ შემთხვევაში ყველაფერი სამობით არ არის. ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ყველაფერი სამობით არის. ამის თქმა გინდოდა თუ? დიახ. დიდი მადლობა. მე მაქვს ერთი საჩივარი მომზადებული. ხავდონ თეა. და მინდა რომ აი კონსულტაცია გავიარო თქვენთან ღირს თუ არა რომ შევიტანო რა სარჩელი და თუ ჩამასწორებინებთ. აი გეტყვით. ოთარ ტატიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ასე ქვია. 2012 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მონაწილეობდი პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები. ხო, ნუ აქ თავდაბალი ვარ, როგორც ვარსკვლავი. როდესაც ფინალი მოახლოვდა და ავტომობილი Range Rover-ი თითქმის ჯიბეში მედო, ნუ გასაღები მინდოდა აქ მეგულისხმა. პროექტიდან უსამართლოდ გამომაგდეს, გამიყალბეს რა SMS შედეგები. ვფიქრობ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდგომში კონვენცია. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება. მართალია ტელეკომპანია იმედი კერძო ტელევიზიაა, თუმცა ვფიქრობ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა დაეკისროს, ვინაიდან პროექტის ჩატარების მომენტისთვის ტელევიზიაზე ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა, ამ Range Rover-ით გიორგი ვარდოსანიძე ჩემი სახლის წინ აივლის ჩაივლის. შესაბამისად ყოველ დღე ირღვევა კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არა ადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, ან დასჯას. ან სასჯელს. სასჯელს. დიდი მადლობა. გასწორებით. მოვითხოვ დამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი Range Rover-ი. ასე უნდა გააკეთოთ ახლა ამ დროს როცა მოსამ. მოვითხოვ
გამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი Range Rover-ი ან მომეცეს შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. დიახ, კარგია. გარდა ამისა, გარდა ამისა, სასამართლოს თხოვ გამოსცეს გადაწყვეტილება. სასამართლოს თხოვ გამოსცეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე გიორგი ვარდოსანიძეს აეკრძალოს ჩემი სახლის წინ ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დრიფტაობა. დრიფტაობა რა არის არის? აი ეს რო აივლის ჩაივლის, ბევრი სიტყვა სიტყვაც არ ვიცი მათ შორის ეს. აჰა, დრიფტაობა, რა ვიცი, ასეთი რა ვიცი, რუსული სიტყვაა, დრიფტუით. ჩემ დროს ამას დიჟენიები ეს. ამაზე რა გნებავთ? აი, შევიტანო ღირს? ხო. არა, შეტანით, მე მგონი არ არის ცუდად მომზადებული, ოღონდ შედეგი რა იქნება ეს არის, ხო, მთავარი მაინც. ხო, და ნუ რა ვიცი. მინიმუმ შედეგი ის იქნება, რომ ავლად-ჩავლად პრობლემაა, ხო, რომ ეს ნერვებს გიშლით იქ წინ. დვიჟენია, მომეწონა. ნერვებს გიშლით. ამაზე მახსენდება პატარა რო ვიყავ ბებიაჩემს ვოლგა ყვითელი ტაქსები რო იყო გასწოთ ხელს რა უწევდა თუ არ გაუჩერებ და მიაყოლებდა ხოლმე შენ წადი მამაჩემთან ხო და ჩვენ შეგვიძლია თქვენ რო აივლის გადმოეყუდოთ და ასე მიაძახოთ და ჩვენ აგვგრძელოთ რომ ჩამოიაროს ხო კაი გეგონებათ რომ პრობლემა გადაიჭრა ისიც ახლა ასე ვთქვათ რომ ჩაივლის ბედნიერი იქნება სასამართლო რა ვიცი ნათელაშვილი უფრო ადვილად მოიგებდა მაგ საქმეს ამაში ნამდვილად გეთანხმებით ასე იყო ყოველ შემთხვევაში მე რასაც დავესწარი 10 წელი გასაგებია ანუ შეიტანეთ ადვოკატი ყავთ არა. კარგი. მირჩევთ ვინმეს? რა ვიცი, მე დაგიდგებოდით ადვოკატად, მაგრამ თანამდებობა მიშლის ხელს და როგორ გავაკეთოთ? რო გადადგეთ დროებით? ფაქტობრივად მე ძალიან მინდა რომ გადავდგე ვერ ბედავ ნაბიჯის გადახმას და აი თქვენ თუ დამეხმარებით. ამით ხო, რომ აი განცხადებას რო ვაკეთეთ, თეატრურგიან ჩემი ადვოკატი უნდა იყოს, ამიტომ ძალიან გთხოვთ გაათავისუფლეთ იგი დაკავებით. დროებით. სხვათა შორის თქვენი მოხსნა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, ხო? კი, ასე. და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ პრეზიდენტის დაჭერა. კი, მე არა, ეს უცებ გამახსენდა რაღაც გადადგომა მოხსნასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. კარგი, ხო, რადგან თქვენ ახსენეთ რომ საჩივრებიო და ნათელაშვილის ხსენებაზე ყოველთვის სტრასბური მახსენდება. მე როგორც ვიცი, თქვენ სტრასბურგში მუშაობდით. სასამართლოში და როგორც ვიცი, ბინაც გაქვთ სტრასბურგში. არ უნდა მქონდეს, მაგრამ არა, ვინ ამბობს, როგორ გეკადრებათ? მე ვიცი რომ ბინა გაქვთ. აი, მე მაინტერესებს ეს ბინა. ხო. აქცია ყურადღება მე კარვა. ხმას ასწორებს ალბათ. ეს ბინა მე მაინტერესებს. რამდენად ახლა აი კუთხის ბინა, 10 ფილი შეკრული ბინა ასეთი? არა, აბა როგორი ბინა? ეს არის 1800 წელს აგებული ალზასურის სახლი. 1800. დიახ. რომელიც ეს უკაცრავად ბოდიში რო ვერევი. ერთი წუთით რაღაც კითხვა. თქვენ ბინა გაქვთ სტრასბურგში? დიახ. რა იცეკვეთ ასეთი მაინტერესებს? თვე დღე დაღამებს შეკვავდი და ერთი შავი კარკასი მომცეს ბათუმში. იცით რაღაცა ვიცეკვე ის რაღაც ის რო იყო რა ქვია რაღაც აღარც მინდა ამის გახსენება. კარგი, წადი. ხო. მივდივარ. წადი. ხო გითხარ, ვინ შემოხვალ ყველა სტუმართან მე. წადი. მივდივარ. წადი. წადი, ვინ დაიბოღმა ახლა? შენ დაიბოღმა. ვინ დაიბოღმა ახლა სტრასბურის ბინაზე? გია გაუთიშე ოთარსმა. გაუთიშე ოთარსმა გაუთიშე. უკაცრავად.
დიდი მადლობა მე მაპატიეთ ეს გოგო თავს ვერ აკონტროლებს ასე გონია რომ სულ აი რაღაცები ელანდება კარგი და როგორი ბინააო რას საუბრობდით ეს არის დუპლექსი რომელსაც აქვს დიდი ტერასა სახურავს აჰა გასაგები ანუ სერიოზული ბინა ყოფილი კი სერიოზული სადაც ახლა სტუდენტები ცხოვრობენ ორ სტუდენტ გოგონაზე გაქვთ გაქირავებული არა გოგონაზე და ბიჭზე ათუ სტრასბურგში ასეა დიახ ასეა ნათელაშვილის რომელიმე საქმე აი თქვენი განხილვის სფერო თუ იყო ანუ თუ ქონდა შეხება იყო ნათელაშვილი კარგი კაცია სუჩივის იქაც ჩიოდა მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გამწარებული ქონდა ახალგაზრდობა პირველად მან უჩილა ჭიაბერაშვილი ასეთი კაცი გახსოვს ჭიაბერაშვილს რა დამოვიწყეთ ბოლოს ჯანდაცვის მინისტრი იყო ჩემი პირდაპირი მინისტრი იყო მაგრამ ის რომ უჩიოდა მაშინ ჭიაბერაშვილი იყო ცესკოს ხელმძღვანელი დიახ და ბატონი შავა ამბობდა რომ ის ეჩქარებოდა თუ არჩევნების შედეგების გამოცხადებაო ეს ხდება 2004 წელს რომ ხულოს და ქობულეცო არ მისცესო ხმის მიცემის უფლებაო შედეგები გაუქმეს და გამოაცხადეს არჩევნებიო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულად და ეს როგორ შეიძლებაო ამას ამბობდა ბატონი შავა აღშფოთებული იყო კი აღშფოთდა ნამდვილად კარგი იყო რომ აღშფოთდა მაგრამ იქ სადაც გაგვიჭირდა და თქვენცით იურისტები ცოტა ისეთი გაუგებარი ხალხია გაგვიჭირდა იქ სადაც ის ამბობდა რომ ხულოს და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო მე გავიმარჯვებდი შედეგად მე მომადგა ზიანიო მიხვდით ხო ეს რომელი არჩევნებია ხალბატონო 2000 რევოლუციის დიდი რევოლუციის ოქტომბრის ნოემბრის გიორგოვის რევოლუცია დიახ სხვათა ის კიდე ბევრ რაღაცებს შიოდა ეხლა რო არ გაგაცდინო და კარგი კაცია სუჩივის ეს შეფასებით მომეწონა ძალიან და მან ამ ნაწილში სხვათა შორის მოიგო ეს საჩივარი ლეიბორისტულმა პარტიამ შრომის პარტიამ ეს ამ ნაწილში მოიგო იმიტომ რომ არ შეიძლება მთელი ასე ვთქვათ ავტონომიური რესპუბლიკის ტიპის ნახევარს ჩამოართვა ხმის უფლება მაგრამ საინტერესო იყო როგორ რეკავდა და იმუქრებოდა ხოლმე ერთხელ დამირეკა და მითხრა მან დარ ჩამომიყვანაო თორემ აქციას მოგიწყობ სასამართლოსთანო და სხვათა შორის ალბათ ფრანგულიც კარგად იცის ხო? და მოიგო, მართლაც ნაწილობრივ მოიგო, ოღონდ მეორე ნაწილში რომ არ მოიგო, შეიძლება თქვენც იგივე დაგემართოთ. მეორე ნაწილში რომ არ მოიგო, დღეს დგას და ეძახის რომ მეორე ნაწილში რომ ვერ მოიგო, შესაბამისად მე ვარ სააკაშვილის აგენტი. ეხლა არ მითხრათ რატომ არ არის ეს ლოგიკა არ არის ამაში. თქვენ? მე. აჰა. დიახ. რახან მეორე ნაწილში ვერ მოიგო, ამიტომ წინასწარ გავფრთხილებს. თქვენ თუ იქ ვერ მოიგეთ მეორე ნაწილში. მოიფიქრეთ წინასწარ ვისი აგენტი ვარ ეხლა მე. ეს ყველაფერი მიდიოდა აქედან, მე ნამდვილად არ ვიცოდი, თქვენც თუ ჩანერგილი იყავით ალბათონით. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ამას. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ სკოლაში როდესაც სწავლობდით, პირველ-მეორე კლასში, თქვენი კლასელი იყო ჩემი მეგობარი დათო გოგიჩაიშვილი. დიახ. მაშინაც ასე ბურღავდა ტვინი? გოგიჩაიშვილი იჯდა ჩვენთან ერთად პირველ მერხზე. გასაგები მიზეზის გამო. და კარგად იცოდა მათემატიკა. ეს სხვათა შორის რომ გადავიდა, ალბათ 8-9 წლის ვიქნებოდით არ მახსოვს, ძალიან ვიდარდა, იმიტომ რომ მე ჩემთან დასვეს ისეთი ბიჭი, რომელიც სულ ჩემგან იწერდა ხოლმე და მაწვალებდა. და ამიტომ დღეს ნახე პირველად 30 წლის მერე სხვათა შორის. აი როგორ არისო? ერთ მერხზე პირველ-მეორე კლასში მე თეაზულუკიანი გახდა იუსტიციის მინისტრი და დათო გოგიჩაიშვილი ჩემი მეგობარია ესე. სულ სხვადასხვა გზით წავიდნენ. სკოლების სხვადასხვა გზა აიჩიეს.
ისე ხა დათო გოგიჩაიშვილმა რომ დაგირეკოთ შემოგვიარეთო თეო სტუმრათო ჩვენთან სტუდიაშიო კარგია და გაგეხარდებათ ჩვენს და თქვენ რომ დაურეკოთ დათოს შემომიარე სამინისტროში რომ არ ამგონია რომ შეაშინდება მაინც იუსტიციის სამინისტროში პრეზიდენტია დათო გოგიჩაიშვილი პრეზიდენტი მაწყობს Range Rover-ის ვარიანტში Range Rover-ის ვარიანტში კი Range Rover-ს დავივიწყებდი აჰა როგორი დიასახლისი ხართ გააჩნია რა შემთხვევაში გოზინაყი თქვენ გააკეთეთ ახალ წელს თუ იყიდეთ არ გამიკეთები და არც მიყიდია სხვათაშ ვის გააკეთები იძულების წესი ვის გააკეთები არა თუმცალია კარგი დიასახლისი ვარ და გამინა იქიდან რომ არ მცალია ასე ვერ ვიცლი ამ საქმეს აი რა გამოგდით ყველაზე კარგად ყველაფერი კუბდარიდან დაწყებული ნუ ახლა კუბდარს ულუკიანი რო ვერ აკეთებდეს ისე მე მიყვარს ხინკალსაც აკეთებ მახსოვს ჩვენი ბებია ჩემი კიდე მეზობელი ქალები ძველ დროში რა თქმა უნდა კანაფის ფოთლებს იყენებდნენ როგორც სუნელს ამ სახით იგი არაფერს არ გამოიწვევს ჩვენ ალბათ ეს 70-80 წლებია და პოლიცია ჩამოივლიდა ხოლმე და მოხუც ქალებს უხსნიდნენ რომ ამის ბოსტანში ქონა არ შეიძლება და ერთხელ მახსოვს ბებია ჩემი ისე გაბრაზდა რომ ვერ გაიგო ამის ქონა ბოსტანში რატომ არ შეიძლება რომ ბევრი მოთხარა და გაატანა საჩუქრად ხარო შეწავეო და მისება რომ ეს არ არის საშიში მცენარე ეს 80 წლების დასაწყისში როცა კანაფის ფოთლებით აკეთებდით აკეთებდნენ ხო ბებია აკეთებდა კუბდარს ამ დროს გოგიჩაიშვილი ხშირად მოდიოდა ხოლმე სტუმრად თქვენთან რაღაცა ეს თქვენ იყავით ნაძალადევის მაჟორიტარი ხო მე თუ არ მეშლება ხო რაღაცები აი მე ამოვიწერე აი თქვენ თუ იცით როგორც ნაძალადევის მაჟორიტარმა სად არის ანაპის 414 დივიზიის ქუჩა არ მახსოვს არ გახსოვთ გლინკას ქუჩა გლინკას ქუჩა მახსოვს როგორ გამიხარდა ეს რა აი ეს ანაპის უერთდება გლინკას ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან კარგი კაცი ბევრი კარგი კაცი ცხოვრობს მაგრამ ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი მსახიობი მარლენ ეგუტია დიახ გლინკას ქუჩაზე ცხოვრობს კი ბატონო და საჩხერის ქუჩა სხვადასხვა 5 ნომერში ცხოვრობს და რამდენჯერ კამპანიის დროს ავივლიდი ჩავივლიდი ვეგნოდი შეცვალეთ ნომერი ბატონო გლინკას 5 ნომერს რა უჭირს საჩხერის 5 ნომერში თუ ცხოვრობდა არა საჩხერის არის საჩხერის ქუჩა ძალიან ხო მაგ ქუჩას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სამწუხაროდ აღარ ვარ მე მაჟორიტარი მომიხსნა პარლამენტ ოსუფაშვილის ბრალია ეს ნოემბერში უფლებამოსილება და გამხადეს მინისტრი და დღემდე მივწირე და ვინ იქნება ახლა ნაძალადევიდან მაჟორიტარი ჯერ არ ვიცით მაგრამ ჩემი სურვილია იყოს ისეთი ადამიანი, ვინც საშუალებას მომცემს და მიიღებს იმას, რომ მას დავეხმარო, იმიტომ რომ ნაძალადევი დარჩეთ ჩემს ასე ვთქვათ დიდ დღემდე მონატრებად, იმიტომ რომ მე ვიბრძოდი და მქონე სურვილი, რომ იქ დავრჩენილიყავ. ანუ ჯერ არ იცით ვინ იქნება? ჯერ არ ვიცით. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ვინ იქნება? ხო კაი გადასვლა. აი როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? ყველას ვეკითხები, ამას არ გეგონოთ რომ მარტო თქვენ რაღაც მახრე დაგიგეთ. არა, მე უყურე თქვენს გადაცემებს, მანამდე არ მქონდა ნანახი ვაღიარებ. დიახ. მანამდე არც იყო საყურებელი. და ხადურისთვის არ გიკითხავთ ეს. ბერძენიშვილს ხო გკითხე? ეს არ მიყურებ. ბერძენიშვილს რომელს? ლევანს. აჰა. ხო. რა ვიცი, მე ძალიან ვერ მოთხოვნას უყენებ. გითხრათ? რა თქმა უნდა. ეს უნდა იყოს ჯერსი არ უნდა იყოს ფშიშარა. და არა, ისმენთ. არ უნდა იყოს ფშიშარა. უნდა ქონდეს ულვაშები. თქვენი ზეცით ხუმრობა როგორც მეჩინური. აგო ისმენთ. ულვაშები მე? ულვაშები უნდა. არ მაინტერესებს თქვენ თვითონ სადამდე მიხვალთ. კი. ულვაშები უნდა ქონდეს, კარგად უნდა იცოდეს დიდუბე. სუკონკაზე გავლილი უნდა ქონდეს. გამოვლილი კიდე არა უშავს, მაგრამ უნდა იცნობდეს იმ რაიონს და ძალიან კარგად უნდა იცოდეს კონსტიტუცია. გასაგები.
ისე ხომეთები ეს საუბრობ მე არ ვიცი თქვენ რა მონაცემები გაქვთ ერთი გადაცემის შედეგებით ჩემი ხუმრობის შესახებ, მაგრამ მე ვიცი თქვენ ვიზეც საუბრობთ, მაგრამ დიდუბეშიც გავივლი, სუკონკაზეც ულვაშსაც მოუშვეს. კონსტიტუციას ისწავლი? ხალბატონო თეა, თავის ტვინის ანატომია ვისწავლე და საქართველოს კონსტიტუცია. კარგი რა. ხალხშორის თქვენ რომ იყოს მე ხმას მოგცემდით. ხო არა? კი, ნამდვილად. შევთანხმდით. აი ეს შეთანხმება შედგა. ხალბატონო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა თქვენ. მოგზანებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მინისტრი ხართ, გამომდინარე თქვენი სამინისტროდან და რომ გამონახეთ დრო, მოხვედით, დავთანხმდით, ძალიან სასურველი სტუმარი იყავით ჩვენი სტუდიისთვის და გმადლობთ და იმედი მაქვს რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ, როდესაც მე პრეზიდენტი ვიქნებით, ჩემს ახალ კაბინეტში წარგადგენთ. დიდი მადლობა. თეატოლოგიანი